მადლობა გოგოებო, კალათბურთელების გარეშე რა მოწყენილობაა დღეს ნახეთ, მაგრამ არც მოგვესალმნენ. ეს რა იყო? ხო, და ახლა რამე უნდა მოვიფიქროთ. რა უნდა მოვიფიქროთ? უბრალოდ დაიკიდეთ. მეც ხვდებოდი ფეხბურთელს, არ მომეწონა და წამოვედი ნახვამდის, ახლა მარტო ხელა ვარ. მაგრამ მე სმაილი მიყვარს და მე ტიმური მიყვარს. გოგოებო, თუ ასე ძალიან გიყვართ თქვენი კალათბურთელები, მაშინ ნუწუწუნებთ, ძალიან გთხოვთ, დავიღალე. პრობლემები მაქვს. ხო, ნასტია, გავიგე, შენ ხარ ერთადერთი, ვისაც პრობლემები აქვს. კარგი, ამას შეხედეთ, ბაყაყები მოსულან ტრეილერთან. ელოდებიან, რომ ვინმე დაპატიჟებს. ხო, გოგოებო, მოდით იმედები გქონდეს, რომ კალათბურთელები გვაპატიებენ. ვიღაცამ ღამე ცხვირში კბილის პასტა ჩამასხა. რომელი იყო? ვინ გაბედა რომ ეპიზოდში შესულიყო, როცა მას ეძინა? ეს სამაგიეროს გადახდას უფრო გავს და ჩვენ რაში გვჭირდებოდა სამაგიეროს გადახდა? არ გვაინტერესებს. ჩვენ გოგოების ოთახებში არ შევდივართ. ფეხბურთელებო, მართალია, გოგოების ოთახებში შესვლა არ შეიძლება. მაშინ თქვენს გულწრფელ თვალებში ჩავიხედები, ბროვასტი? არა, რაზე ვაპარაკობთ, ამას არასდროს არ გავაკეთებდი. გასაგებია, ჯული? მე მშობლებთან ვიყავი გუშინ. ები, გომბეშვები არიან, იქ შეგიძლია გითხოვთ. არა, ბაყაყები კარგი გოგოები არიან, ამას არასდროს გააკეთებდნენ. იანა? მე რა შუაში ვარ? მე ლეილას დამხმარე ვარ, ლეილა მასწავლებელი მაიკის დამხმარეა, ამას ცხოვრებაში არასდროს გავაკეთებთ. რა კარგი ამ მწვრთნელიების ფავორიტები რომ ვართ. ხო, ისინი სერიოზულ რაღაცას განიხილავენ, ჩვენ აქ ლატესვავთ. ჯანდაბა და ჩვენ რატომ შევუყვარდით? იმიტომ რომ ბანი ასეთია. გოგოებო, ქათვის ფრთები ხო არ გინდათ? რიგი არ გვაქვს, ამიტომ შევუკვეთეთ. ბლონდი? არა, არ გვინდა. მოკლედ, მეგობრებო, გთავაზობთ, რომ მაგარი მანქანა ვიქირავოთ და ამაგარაკიდან ცოტა ხანი წავიდეთ. ხო, ყოველთვის აქ რატომ უნდა ვიყოთ? მეგობრებო, გოგოების გარეშე მივდივართ თუ უნდა უთხრათ. რა აზრი აქვს? ჩვენი გოგოები არ არიან ახალ სწორგონებაზე ურთიერთობისთვის, ყოველთვის პრობლემას ქმნიან. ხო, იტყობათ, რომ ჯანსაღმონებაზე არ არიან, ეს ზომბები საიდან უნდა ეპოვოთ? რა ზომბები, ალბათ უბრალოდ ჰელოვინს აღნიშნავდნენ, ან ასეთებად დაიბადნენ, რომელ 6 თვე გავიდა ჰელოვინიდან და ეს მეზობლები მართლა უცნობრები არიან. მეგობრებო, მგონი ჩვენი გოგოები აქ მოდიან. მათთან ლაპარაკს არ ვაპირებ. შეგერგოთ ბაყაყებო, არაფერს არ ვჭამთ. ები, აი ჩერლიდერები აქ არიან. დღევანდელი დღის ვარსკვლავები მოვიდნენ. ვარსკვლავები დაგვიძახა, ესე იგი კარგ ხასიათზე არ არის. აბა პატარა ვარსკვლავებო, ვცდილობ გავარკვიოთ ცხვირში ვინ ჩამასხა კბილის პასტა. ეს ძალიან ცუდი საქციელია. მწვრთნელოები, მგონი ვიცი ეს ვინც გააკეთა. სერიოზულად? ეს ალბათ იმან გააკეთა, ვინც ვერ გიტანთ. დიანა, რას ამბობ? მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ამიტომ არ გავაკეთებდით. ეგ სიმართლეს არ გავს. ხო, გეუბნებოდი, ები, უყვარხარ. ამ წამს კითხეს, რომ უყვარხარ. მაშინ მხოლოდ ბაყაყები დარჩნენ. ბაყაყებო, მოდით აქ. დიახ, მწვრთნელოები, ჩვენ უკვე ვჭამეთ. რამე მოხდა? მორჩა გომბეშვებო, დაგიხათ. უეჭველი ამათმა გააკეთეს. რაიან, გოგოებზე ცუდი არ უნდა ილაპარაკო. ხო, რომც არ მოგწონდეს. ბოდიში, უბრალოდ არ ვაპირებ, რომ აქ 1 საათი არაფრის გამოვიდგე, როცა ვიცი რომ არ გამიგეთებია და გომბეშვებმა გააკეთეს. გამარჯობა ბიჭებო. არ გაგვაგდოთ რა. ვაიმე, ახლა ამათ უნდა ვუსმინო. გოგოებო, ნახვამდის. ეს ქერო გოგო ვინ არის? პირველად ვხედავ. მეგობრებო, არ გინდათ, ჩვეულებრივად მოიქეცით. ასე არა? საერთოდ აღარ გვესაუბრებით? ტიმურ, დაგავიწყდა მე ვინ ვარ? დაგავიწყდა რა მქვია? მისმენთ ბიჭებო, არასწორად იქცევით. უკვე მაბრაზებენ. დიანა, რატო თქვი ეგეთი ნაზიხმით? გამარჯობა ბიჭებო. ჩვენ ხო ყველაფერი აგიხსენით. მიდით და ზომბებს დაელაპარაკეთ. სმაილ, რა მოხდა? რა ხდება? სად არის შენი ძველებული პოზიტიური თავი? ხო ბიჭებო, რაღაც თავი დაკარგეთ. ხო, და თქვენ ხართ წესიერი გოგოები. ჩვენ თქვენთან სალაპარაკო აღარ გვაქვს. ზომბები თუ უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, შეგიძლიათ წახვიდეთ. რამე პრობლემა გაქვთ ჩვენი და ბიჭების მეგობრობაზე? ბიჭებო, მომისმენთ გოგოების ბრალი არ არის, უბრალოდ მე შემიყვარდა ზაკი. ხო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მეგობრობა გვინდოდა. და იცით რა, ზაკი კალათბურთელია და მაგარი იქნებოდა ერთმანეთი რომ გაგეცნოთ. ვა, მეგობრებო, გაიგონეთ, ეს მეზობლები კალათბურთელებიც ყოფილა. ესე იგი ახალი მდრები ყავს. იქნებ ჩირლიდერებიც არიან, თან უკეთესები, რო გავიცროთ. აბა გოგოებო, არიან ჩირლიდერები. დეგენერატები. კი, ჩირლიდერი არის, ზაკის უფროსი და ანუ წამოხვალთ და გაიცნობთ. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვენერი სულელები მოეწონება. რა, ზომბი ჩირლიდერი? ისე კი ვიქნებოდი მაგასთან ერთად. სერიოზულად? აბა მეგობრებო, არ გინდათ რომ წავიდეთ და შევხვდეთ. ხო, რა თქმა უნდა, წავიდეთ და ვნახოთ ეს უცნაური მეზობლები. გოგოებო, თქვენ ზომბებთან წაგვიყვანეთ. ჯანდაბა, ბიჭებო, მართლა? მიხარია, დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ და ზაკი ძალიან საყვარელია. რა?
არა, ეგეთი საყვარელი ბიჭი არა, ნასტიას შეუყვარდა, მაგრამ მისი უფროსი და ისეთი მკაცრია. ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაიცნობთ, კეთილი იქნება. რომეო, რომ დაინახო ამ cheerleaders ზალინას, ეგრევე შეგიყვარდება. მართლა გეუბნები. მართლა? მისმინე სმაილ, მინდა რომ შენი ძველებური თავი იყო, არ მომწონს ეს უხეში სმაილი. დიანა, უბრალოდ არ მომწონს, რომ ზომბების სახლში მიდიხარ. ბაყაყები ჩვენზე ლაპარაკობენ. ბაყაყები სულ ჩვენზე ლაპარაკობენ. ეს დაინახეთ, გუშინ თითქოს გაუბრაზდნენ, მაგრამ დღეს ისევ ერთად არიან. ხო, რა გაუკეთეს კალათბურთელებს? დარწმუნებული ვარ, ნამდვილი ჯადოქრები არიან. ხო, ბაყაყებო გვესმის, მაგრამ არ გვაინტერესებს გომბეშვები ჩვენზე რას ამბობენ. ჩქარა, გვინდა რომ მალე შეხვდეთ. რაიან, თავი დამანებე, მე პატრიკთან ერთად ვარ. ხო, მეც არ ვიქნები შენთან. და რატომ გონია, რომ თავს გაწონებ? უბრალოდ ცეკვას გაჩვენებ, რომელიც ყველა ჟიურის წევრს მოეწონა. უი, არასწორად გავიგეთ. გამარჯობა, მე კოსტა ვარ, ფეხბურთელი. არ გინდათ ერთმანეთი გავიცნოთ. მისვენ ბიჭებო, დამარეკინეთ, რა მაინტერესებს ლეილა როგორ არის? არა, ეს ჩვენი შეყვარებული არ არის, ვიღაც გოგოა. ყველაზე საშინელი გოგოა. მიდი გარეთ გადი და კარები დახურე. მე ვარ დრამა კვინი, მე? მომისმინე იანა, გოგოებს ვიცნობ და ხელს მოგუშლი. კარგი, რა თქვენთან ვინ უნდა იყოს სულელი ფეხბურთელები? აი სახლი, გამარჯობა სახლო. ბიჭებო, წამოდით, რატომ გაჩერდით? ხო, მაგრამ ჯერ ამაცავს პამიდორებს ვესვით. ზომბებს პამიდორი უყვართ. სმაილ, ბიჭებო, რას აკეთებთ? მოგვატყუეს, მათი გაცნობა არ უნდათ. ბიჭებო, გაგიჟდით? გოგოებო, ხო გინდათ რომ ჩვენთან ერთად იყოთ? მაშინ ამ სახლს კვერცხები ესროლეთ. კარგი, ჩემი ძირები ნამდვილ ფერს უბრუნდება. იქნებ ცოტა ხანში ისევ შევიღებო მწვანედ. ზაკ, ეს შენ ხარ? ზალინო, თინეიჯერები მოვიდნენ და ჩვენ სახლს პამიდორებს ესვიან. რა გავაკეთოთ? ხომ გითხარ რომ ეს თინეიჯერები ისეთი კარგები არ არიან, როგორიც შენ გეგონა? ზალინო, მე შემიძლია რომ გარეთ გავიდე და მივხედო. ჩვენ გარეთ არ გავალთ. კარი გააღე და თვითონ შემოვლენ. ზალინო, ნუ მაშინებ, მათ ხო არაფერს არ გავუკეთებთ. ჩვენ შეთანხმება დავდეთ. კარი გააღე, არ გესმის შენი უფროსი და რას გეუბნება? კარგი, მაგრამ ჩუმად, ზოის წინავს. აბა ზომბებო, გარეთ გამოდით. სმაილ, გთხოვ, ბიჭებო, წადით აქედან. ჩუმად იყავით ბიჭებო, მართლა ცეცხლს ეთამაშებით. ასეთი საშინლები ნუ ხართ. ჯანდაბა, უნდა წავიდეთ ახლავე. ბიჭებო, წადით აქედან. ვა, კარი გაიხსნა, ძალიან მეშინია. ისე მეშინია კვერცხი ხელში გამიტყდა. რომეო, შენ არ იდარდო, ახლავე შევხვდებით. გოგოებო, წავიდეთ, აქ არაფერი გესაქმებათ ბიჭებო. კარგი, ახლა ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენ შეყვარებულების გამო. ჩემი საწყალი ზაკი, ბიჭებო, ვერ გიტანთ. ჩემი ზაკი, როგორ მეზისხებით. კარგი, მეგობრებო, წავიდეთ, მინდა ეს cheerleader-ი ვნახო. ხო, წამო. ზალინა, ზაკ, ზოი, ეს ჩვენ ვართ თქვენი მეზობლები. ბოდიში ჩვენი შეყვარებულების გამო. შეიძლება შემოვიდეთ? აბა, ვნახოთ როგორი ზომბები არიან. ნახოთ გოგოებს როგორი მხედველობა აქვთ. მეგობრებო, ჩუმად. ზალინა, ზაკ, ზოი. ზაკ, ძალიან დიდი ბოდიში. კალათბურთელები ისროდნენ რაღაცეებს. ხო, გიჟები არიან. ბოდიშის მოსახდელად მოვედით. გოგოებო, უცნაურია, აქ არავინ არის. მაგრამ კარი ვიღაცამ გაგვიღო. ჯანდაბა, ძალიან უცნაურია. ჩვენ ზომბები ვართ, ჩვენ დაგვიძახეთ? ვა, მეგობრებო, შეხედეთ რა მაგარი ადგილია. შეგვიძლია აქ ვიყოთ ხოლმე. შეხედეთ, რამდენი თასებია და სათამაშო მანქანა. ვა, ამდენი თასი მეც არ მაქვს. მეგობრებო, ამ ბურთს შეხედეთ. ბიჭებო, ნუ რაფერს ნუეხებით, თქვენი სახლი არ არის. ტიმურ დადე ზაკის ბურთი, ჩემი ზაკის. ვაუ, ნასტია, უკვე შენი ზაკი გახდა? ხო, და დღეს ვეტყვი, რომ ჩემი შეყვარებული გახდეს, ყველამ გაიგო? საყვარელო, ასეთი მაგარი ადგილი თუ იცოდი, რატო არ გვეუბნებოდი? ზომბებზე ყველაფერი მოგვატყუე, ხო? ხო? არა, სმაილ, სიმართლეს გეუბნებით და გირჩევნიათ აქედან წახვიდეთ. კარგა, კეთილად გთხოვთ. ვა, ეს მოხუცებები ის სასწაულია? ტიმურ, დახურე, კალათბურთელებო, რა ცუდად იქცევით, აქედან უნდა წახვიდეთ. კარგად გთხოვთ, იმიტომ რომ ზალინა მოვა და მე რაც დაგემართებათ. გოგოებო, ვერ ხვდები რატო გვატყუებთ, ზომბები არ არსებობენ. არსებობენ. მოგესალმებით ზომბების სახლში. სმაილ, აი ამ სახლის მეპატრონეები. გამარჯობა, ზაკ, ბოდიშს გიხდი პომიდრების გამო. უნდა წახვიდეთ. თორემ ჩვენნაირები გახდებით, ზომბები. ზალინა, კალათბურთელები ცუდად იქცეოდნენ, წადით აქედან. გონი ძალიან გაბრაზდნენ.
რომეო, შენი ჩილიდერი მოვიდა, ხო არ გინდა რომ გაიცნო. მაგარი საყვარელია, ოღონდ ჯერ ეს ჰელოვინის მაკიაჟი მოიშოროს და გავიცრო. ჩემი და შენი საყვარელი არ არის. სამამდე დავითვლი. 1, 2, 3. თორემ ზაკი თავის სამაჯურს მოიხსნის. იცოდეთ, გაფრთხილებთ. და მოგიწევთ ამ სახლში სამუდამოდ დარჩეთ. ეს გაიგეთ, ზაკს სამაჯური აქვს და თუ მოიხსნის, თქვენ ზომბები გახდებით. ზაკი ძალიან მაგარია თავისი სამაჯურით. კარგი, სმაილ, წავედით. ეხუმრებით მართლა გჯერათ, რომ ზომბები არიან? არ იტყუებიან. სმაილ, წავედით. კარგად. ბოდიში. კარგი მეზობლები ხართ, მაგრამ ეს მაკიაჟი რომ მოიშოროთ, უკეთესები იქნებით. ნასტია, შენც უნდა წახუდი. ხო, ცუდად მოიქცნენ, მაგრამ მე მაცავით ცუდი არ ვარ, ძალიან მომწოხარ, მინდა რომ შენი შეყვარებული ვიყოს. ზომბიც კი გავხდები. მართლა, ზაკ. ნასტია, ერთად ვერ ვიქნები. მაგრამ მიყვარხარ. აბა ზაკ, შეგიძლია ზომბად აქციო და შემდეგ შეყვარებული გეყოლება. ზაკ, მიყვარხარ და მზად ვარ რომ ზომბი გავხდე. ნასტია, არა, აქედან წადი. სალინა, რაზე ლაპარაკობ? ნასტია, წადი. მაინც ვიქნები შენთან. გპირდები. მორჩა, ყველა წადი. შენი ძმა ჩემი გახდება საბოლოოდ. ზაკ, აქედან უნდა გადავიდეთ. ზოი უნდა გავაღვიძოთ. სალინა, არა, მე გაძლევ ამის პირობას. ამ თინეიჯერებს მივხედავ და აქ არასდროს აღარ მოვლენ. კიდევ ერთხელ მოვლენ აქ და მართლა ზომბებად გადავაქცევ. მართლა. ზაკ, გოგოს შენ შეუყვარდი. რატო? ბავშვებო, საშინელი რაღაც მოხდა. ები, ისინი მომენატრებიან. კალათბურთელები და ჩირილდერები დაიკარგნენ. რა? რას ნიშნავს დაიკარგნენ? გამოსულობა, კალათბურთელების ადგილს მე დავიკავებ. პატრიკ, საუკეთესო ხარ. რანაირად დაიკარგნენ? იქნებ სადმე სეირნობენ. დრო ნახეთ, 12 საათია. არ მგონია ისინი აგარაკზე დაბრუნდნენ. ხო, ხედავ კოსტა, კარგია რომ დღეს გოგოები გავიცანით. ხო, ჩვენი ჩირილდერებიც იკარგებიან. წვრთნელოები, კარგ მხარეს უნდა შეხედოთ ახლა. ხო, შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ თქვენი გუნდი და მზად ვართ ვარჯიშისთვის ყოველთვის. ჯანდაბა, მართლა სად უნდა იყვნენ? 12 საათი აქ წასასვლელი არსად არ არის. იქნებ საჭმელ საყიდლად წავიდნენ. დღეს ჩემთან არაფერი არ უყიდიათ. იქნებ მოშივდათ. მეგობრებო, არ არის საჭირო პანიკა. ჩემი ბაჭის კუდი მეუბნება რომ მალე დაბრუნდებიან. რა ბაჭის კუდი, უბრალოდ კოსტუმია. დარწმუნებული ვარ, მალე დაბრუნდებიან. ბიჭებთან არიან გოგოები, რა უნდა მოხდეს? ნუ ნერვიულობთ. გვინდა რომ ლოკაცია ვნახოთ, მაგრამ ჩვენ მათი ტელეფონები გვაქვს. ჩვენი ტელეფონები უნდა დაგვიბრუნოთ. ხო, დაგვიბრუნეთ ტელეფონები. მეგობრებო, ამაზე მერე ვიფიქრებთ. ახლა დაკარგულები უნდა მოუწებოთ. ხო, თბილი მოსაცმელები აიღეთ და ფანრები უნდა წავიდეთ და ვიპოვოთ. არა. რა იყოთ? ჩვენ გუნდი ვართ, ერთად უნდა ვიპოვოთ. ჯანდაბა, იმედი მაქვს არ გვეძებდნენ, ძალიან დიდი ხანი ვიყავით წასულები. არავინ არ გვეძებდა. ეს იმიტომ რომ ნასტიამ თავისი ზაკი ვერ დატოვა. დამიჯერე, ის ჩემი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ზომბია. დაკარგულები უნდა ვიპოვოთ, თორემ მათ მშობლებს რას ვეთყვით. ყველაზე მეტად მაგის მეშინი. მათ ჩვენ უნდა გვიპოვოთ. გონიათ რომ დავიკარგეთ? გაგიჟდნენ? ხო, უნდა შევიდეთ და ვუთხრათ რომ აქ ვართ. ხო, წამოდით. თორემ ლექციას ჩაგვიტარებენ მასწავლებელი მაიკი და ები. ბავშვებო, გაიგეთ, ერთად უნდა ვიყოთ ახლა. რომ თქვენი მოძებნაც არ დაგვჭირდეს. გამარჯობა. ვა, გამოჩნდეთ. ნასტია, ბოდიში, უკვე ახალი შეყვარებული მყავს. ასე უცებ რატო ეუბნები? სად იყავით? მეგობრებო, მიხარია რომ გამოჩნდით. წვიმაში მოვყევით და გადავწყვეტეთ რომ დავლოდებოდით, ამიტომაც დაგვგვიანდა. მომისმინეთ იმა ჩემი შეყვარებული ისეთი მაგარი ბიჭია, შეგჭამს, ამიტომ ტყუილად ნუტრაბახო, გაიგე? კარგი, ჩვენი ოპერაცია გადაიდო და თქვენ სერიოზული სასაუბრო გვაქვს. ები, მეც წავალ დასაძინებლად, ძალიან დავიხალე, შენ დაელაპარაკე. ტრენეროები ძალიან ამაღლებელი თავგადასავალი გქონდა. ხო, ძალიან გვიხარია რომ დავბრუნდით. ძალიან გასაოცარ ადგილას ვიყავით. ბიჭებო, ყველას უნდა მოუყვათ ყველაფერი? კარგი, მე ჩაის გავაკეთებ და თქვენ ყველაფერი მომიყევით. ჩქარა, რაღაც უნდა მოვიგონოთ და ერთი სიტყვაც არ უნდა ვთქვათ ჩვენს მეზობლებზე. მომისმინე დიანა, მე ალბათ ჩავალაგებ ყველაფერს და ზაკთან გადავალ საცხოვრებლად. მაგრამ ნასტია, ზომბები არიან. მერე რა, მართლა შემიყვარდა, ყველასგან განსხვავებულია. ნასტია, მოდი ჯერ კარგად გამოიძინე. ნასტია, ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და მწვრთნელების რამე უნდა მოვუყვეთ. წავედით, კარგად? ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო იმ ზომბებს მივხედავთ. წამოდი, სმაილ, რამე მოიგონე?